გადაირჩია ის ხელისუფლება და სხვას მისახმა ეს გავიგეთ და ძალიან გთხოვთ წარსულში ნუ დავიკარგებით ჩვენ წინ აი ეს ხალხი ძალიან გთხოვთ დამავტოვრებინე რა წარსულზე ვლაპარაკობთ რაც დაიწყო გადაცემა ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ მომავლისკენ მანამდე ვთქვათ კი ძალიან მნიშვნელოვანია რომ მუდმივად მათ შორის თქვენ არის საუბრო წარსულზე იმიტომ რომ ჩვენ გვაინტერესებს მომავალი მათ შორის ეს ხალხი ელოდება ხვალ რა ბედიელი ამიტომ ძალიან გთხოვთ ყურადღებით ერთმანეთს პატივისცემთ რომ გამოვიყენოთ მათ შორის კი ბატონი ბენო რო არის აქ რომელიც რეალურად ხელისუფლების წარმომადგენელიც კი არ არის ხო დღეს გვისვენე და შევთავაზოთ გადაჭრის გზები და თუ მაცდით სამწუთს მე ჩემ პოზიციას გეტყვით რომელიც არ ვფიქრობ იდეალურია გავიგე რომ კანონპროექტი დაწერილი და ძალიან კარგი დიდი მადლობა თუ დამავტოვრებინებ გეტყვით ლევან უთხარი ამ საზოგადოებას ის რის თქმასაც გადადით ეს რა რეალობაშიც არის ეს ხალხი დამსახურება არის იმის რომ ქართული ოცნება რასაც დაკვირდა გულისხმობ ეკონომიკურ წინსვლას რომ იყოს ეკონომიკური წინსვლა რომ იყოს სოციალური დახმარება ღირსეულ და ქალბატონს არ აძლევდნენ თვეში 60 ლარს და წელში 600 ლარი გამოდის ამ დროს გადავხედოთ ბიუროკრატებს რომლებიც თვიდან თვემდე იღებენ 1500-დან 2000 ლარამდე პრემიას და დანამატს ეს რომ იყოს მოგვარებული ანუ ბიუროკრატიული ხარჯი იყოს შემცირებული ქვეყანაში არ იყოს კორუფცია მათ შორის მერიაში ამას მოწმობს ის ათობით და ასობით დაკავებული თანამშრომელი დიახ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში რომლებიც დააკავეს კორუფციაზე ეს პრობლემა რო გადაეცა მათ შორის ინფრასტრუქტურა ჩამოგითვლით დამავტოვრებინეთ და ჩამოვთვლით ინფრასტრუქტურული პრობლემები რო გადაეჭრა იცით რა არის პრობლემისა ჭყალებში პრობლემა დაიწყეს აი თავიდან მოგვარება ბოლოდან კი არ დაიწყეს რომ მიყოლოდნენ კომპლექსურად და ამ ხალხს არავის არ უხარია გარეთგომა მათ შორის ასე ვსაუბროთ იყოს მოწესრიგებული რატომ დაიწყეს ბოლოდან როგორც რატომ მარტივად სხვის გაკეთების საშუალება არც უნარი არ აქვს ვერც ეკონომიკა ვერ გააჯანსაღებს ვერც სოციალური პოლიტიკა ვერ შეცვალეს ვერც ამ ადამიანების დასაქმება ვერ მოახერხეს და ეხლა ბოლოს გადაწყვიტეს 4 წლის თავზე გაახსენათ რომ ეს ხალხი ქუჩაში ვაჭრობდა გეკითხებით 3-4 წელი რომ თავრობაში არიან მათ შორის აი ამ ხალხს ხოვდნენ ხმას და რას ეუბნებოდნენ ვახო მე შეიძლება არ მომწონს განევაჭრობა და ვამბობ რომ იცი რა ეს არ არის ეკოლოგიურად ცუდა მე ამაზრზე ვიყავი და ამაზრზე ვარ თუმცა ეს ხალხი დადიოდა და იგივე თავრობის წევრები რო არიან დღეს ბაზარ დადიოდნენ და ამ ხალხს ეუბნება აი ვის თქვენ ხელს და არ იყო ქალბატონო ესე ხო ესე იყო აი ამ ხალხთან დადიოდნენ ამ ხალხმა მოიყვანა და დღეს დიახ კი ბატონო დამასრულებინეთ აი კი ბატონო ეს ხალხი მოდი თქვა პირდაპირ გეტყვით ეხლა ყოველგვარი მოფერების გარეშე ცალ-ცალი კალოშით ამ ხალხთან დადიოდნენ დღეს შავი კოსტუმები ჩაიცვეს დგანან იქ და ამბობენ რომ ეს პრობლემა უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა კი არა სოციალური პრობლემა მოაგვარონ ეკონომიკური პრობლემა მოაგვარონ კორუფცია აღმოფრა ქვეყანაში ამ ხალხს საშუალება მიცენ ნორმალური დასაქმება დიდი მადლობა ბატონი კახა და შემდეგ რეკლამა და შემდეგ თქვენი დავიწყებთ მეორე ბლოკს ბატონ კახა საღამოშიდობის პირველ რიგში მოგესალმებით ეხლა ნუ მე პირველ რიგში მინდა გავუსვა ხაზი იმას რომ მე მომიწევს კომენტარზე აკეთება სურსათმუნებლობის საკითხებთან დაკავშირებით მე რა თქმა უნდა მესმის ამ ადამიანების ანუ იმ პირების ვისაც უწევს ქუჩაში გარევაჭრობაში